და ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზებისთვის აქტივისტები დილიდან ემზადებიან ქუთაისშიც ადგილობრივების სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთს ხელს შუადღის 3 საათზე ჩაკიდებენ და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებენ ქართველი ხალხის ერთობას. ირაკლი ვაჩიბერაძე შემოგვიერთდება ახლა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში გისმენთ ირაკლი. 3 საათზე ნაკლები დრო რჩება იქამდე, ვიდრე ქუთაისში სხვადასხვა ასაკის, თაობის, პროფესიის თუ პოლიტიკური განწყობების მქონე ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩაჭიდებენ და ერთობის ჯაჭვში ჩაერთვებიან. როგორც უკვე აღნიშნე, ევროინტეგრაციის მომხრეები თავდაპირველად შეკრებას რუსთაველისა და წითელი ხიდის მიმდებარე პერიმეტრზე დაიწყებენ. უწყვეტი პროტესტის 31 დღეს ქუთაისელები ამბობენ, რომ დაღლას არ აპირებენ და ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ეს არის ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება, მანამდე პროტესტი ქუთაისში არ შეწყდება. მე როგორც რიგითი ქართველი, რიგითი ქუთაისელი ამ ერთობის ჯაჭვში ჩავერთვები და ის სიმბოლური დატვირთვა, რაც ამ ჯაჭვს აქვს, ერთიანად გავიმარჯვოთ, ერთიანად აუცილებლად შევიდეთ ევროპაში, აუცილებლად რეჟიმის ტყვეები გავანთავისუფლოთ და აუცილებლად მომავალში არჩევნები ჩატარდეს. მნიშვნელოვანია მოკლედ ეს გამოძახილი და ესეც სიმბოლური აქტი არის ამისი ჩვენი პასუხისმგებელი მოქალაქეების. 31 დღე არის საქართველოში მიმდინარეობს საერთო სახალხო მოძრაობა, პროტესტი, მათ შორის ქუთაისიც უერთდება ჯაჭვს, ერთობის ჯაჭვს, ეს არის მნიშვნელოვანი ეფექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საზოგადოებას და მათ შორის ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთად და საზოგადოება არის ერთიანი. დღის 3 საათზე ყველას ვთხოვ, რომ მოვიდნენ ქვეყნის სამსახურში. ყველა მიიღოთ მონაწილეობა, დავანახოთ ჩვენ ევროპის საზოგადოებას, რომ ჩვენ მათთან კავშირი გვინდა და ეს ხიდი არის ჩვენსა და მაგერშუა დამახმარებელი. ამისათვის ყველა უნდა მიიღოთ მონაწილეობა დიდმა და პატარამ. შემდეგ მოვითხოვთ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულები განთავისუფლდნენ და ჩატარდეს კანონიერი არჩევნები. ერთობის ჯაჭვი ქვეყნის სხვა დიდი მუნიციპალიტეტების მსგავსად ქუთაისში 15 საათზე დაიწყება.